გამარჯობა ჩემო კარგებო. დღეს მინდა ისეთი კერძი წარმოგიდგინოთ, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს მომიგზადებია და ამ დროს სულ მაინტერესებდა და ძალიან იოლი ყოფილა. ჩემთვის ინსპირაციის წყარო შესანიშნავი კულინარი თამარ დანელია, იგივე თამუნა დანელია არის, რომელსაც აქვს მომზადებული საქონლის ხორცით. უბრალოდ მე მოვამზადე ქათმის ფილეთი. კერძს სახელად ეწოდება შნიცელი. ძალიან მაინტერესებდა და აი როგორც იქნა დავბედე. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გამოვიყენე ბიუს ფირმის მედლი ფილე, რომელიც გარეჩქვის შემდეგ შუაზე გავჭერი, დავამარინადე 1 საათით პილპილში, ლივრის ფხვნილში, ცოტა უცხო სუნელში და მარილში. შემდეგ ცალ-ცალკე თასში მქონდა ათქვეფილი ვერცხი და ცალკე გაცრილი ფქვილი. უკვე დამარინადებული ქათმის ფილე, იგივე შნიცელი, ჯერ ამოვავლე კვერცხში, შემდეგ ქვილში და დავიწყე კარგად გაცხელებულ აფაზე, რომელსაც თქვენ უყურებთ, ზეთში შეწვა. გარნირად ვფიქრობ გავუკეთო, არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტი, აუცილებლად ავტვირთავ ამას ფოტოების სახითაც, ან კარტოფილის პიურე, ან ვერმიშელი. მოვიფიქრებ, ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, რაც მთავარია, ეს არის ძალიან გემრიელი კერძი. ყოველთვის როგორც იტყვიან, მეცინება რო ვეუბნევით, სული მიმდიოდა ქართულ ფილმ ჩიორაში, როგორ მიირთმევენ ახალგაზრდები და სულ მინდოდა მისი მომზადება და აი როგორც იქნა მოვაბი თავი. ეხლა ვნახავ აქ რა ხდება. მგონი ეს მხარე ცოტა აკლია. კარგად რომ დაიბრაწება, აუცილებლად გამოვთავ ცეცხლს, გადავიტან ჭურჭელზე და რაიმე გარნირს მოუფიქრებ. მადლობა რომ მომისმინეთ. შემდეგი შედეგი იქნება ფოტოების სახით. ნახვამდის.